It's dangerous times. სახიფათო დროა და ევროპამ მზად უნდა იყოს. ინდუსტრიასა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის ნაკლებად მიმდინარეობს სტრუქტურული დიალოგი. ევროპა დარწმუნდა, რომ ამერიკელი მოკავშირე აღარ აპირებს მისი უსაფრთხოების გარანტორი იყოს. ამიტომ ევროპამ გადაწყვიტა, ხელახლა დაიწყოს მასობრივი შეიარაღება. მაინც როგორ აპირებს ევროპა ამის გაკეთებას? ან რამდენად აქვს ამის საშუალება? და რა გავლენა ექნება ამ ახალ სცენარს ევროპის როგორც გეოსტრატეგიულ პოზიციაზე, ისე მის ეკონომიკასა და ინდუსტრიულ სექტორზე? ევროკავშირმა მტკიცედ გადაწყვიტა აითვისოს ევროპის თავდაცვის პოტენციალი. ევროკომისიის ინიციატივა შეაიარაღე ევროპა პრიორიტეტად მიიჩნევს სტრატეგიული შეიარაღების მიწოდებას, როგორიცაა მაგალითად საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, საარტილერიო სისტემები, სარაკეტო შეიარაღება, ტყვიაწამალი დრონებისა და დრონსაწინააღმდეგო სისტემები. სამხედრო ხარჯებზე არ გავრცელდება ევროპის ფისკალური შეზღუდვები. თუ თითოეული წევრი სახელმწიფო საშუალოდ თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 1.5%-ს დახარჯავს თავდაცვაზე, ამ ხარჯის კრებითი მოცულობა 650 მილიარდი евро გამოვა. გარდა ამისა, გეგმის მიხედვით 150 მილიარდი ევროს სესხი მხოლოდ ევროპაში დამზადებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციაზე უნდა დაიხარჯოს. უკვე განხილვის სტადიაშია თავდაცვის დამატებითი დაფინანსების წყაროები, მათ შორის კერძო დაფინანსების მექანიზმიც. ევროკავშირში მიმდინარეობს კვლევა, თუ როგორ უნდა მოხდეს მოთხოვნების ჰარმონიზაცია ერთიანი შესყიდვების განხორციელების მიზნით, რათა უფრო ეფექტური იყოს ბაზარი, შემცირდეს ხარჯი, მიწოდების ჯაჭვს არ შეექმნას პრობლემები საზღვრის კვეთის დროს და მთლიანობაში გაიზარდოს თავდაცვის სექტორის კონკურენტუნარიანობა. საერთო ჯამში ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიაში 2500 მცირე და საშუალო საწარმო მუშაობს. რამდენად მზად არიან ისინი ახალი სცენარისთვის? ახლა გაგაცნობთ ერთ-ერთ ასეთ კომპანიას, რომელიც, როგორც მისი მსგავსი კომპანიების უმეტესობა, მომავალს დიდი იმედით ელოდება, თუმცა ამავე დროს ძალიან ფრთხილ სტრატეგიას ატარებს. ამ კომპანიის 60 კაციანი პერსონალი ყოველ წელს 70 ერთეულ უპილოტო საფრენ აპარატს ამზადებს. ამ საფრენ აპარატებს სამოქალაქო დანიშნულებაც აქვთ და სამხედროც. ამჟამად მათ იყენებენ სათვალთვალოდ, კავშირის დასამყარებლად და სადაზვერვო ოპერაციებისთვის უკრაინასა და ერაყის კონფლიქტურ ზონებში. ამ აპარატის ბოლო მოდელს ახალხან მიენიჭა ძირითადი სერტიფიკატი, რომელსაც შეუძლია დააჩქაროს მისი გამოყენება ნატოს წევრ ყველა სახელმწიფოში. სერტიფიცირების პროცესი 5 წელი გრძელდებოდა და 40 ექსპერტზე მეტი იყო ჩართული. საერთო ჯამში მათ 28,000-ზე მეტი გვერდის ტექსტი დაამუშავეს და ასობით ფრენა განახორციელეს. ამ კომპანიის ბრუნვამ წელს 40 მილიონი евро უნდა შეადგინოს. კომპანია თანამშრომლობს ევროპულ გიგანტ Airbus Defence and Space-თან. კომპანიის მენეჯერი ამბობს, რომ მათი აპარატები მთლიანად ევროპაში მზადდება. ჩემი აზრით, ჩვენნაირი კომპანიები უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის, რადგან თავდაცვის საკუთარ ინდუსტრიას შეუძლია უზრუნველყოს სტაბილური მიწოდება და ნებისმიერი ტექნოლოგიის ოპერირება, იქნება ეს სამხედრო თუ სამოქალაქო. ამიტომ ევროპის მწარმოებლებთან თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპის თავდაცვისთვის. თუმცა ამ თანამშრომლობამ ხშირად იმედგაცრუებულიც დატოვა კომპანია, რადგან ჭარბი ბიუროკრატიისა და რეგულაციების გამო ხელი ვერ მოაწერეს ისეთ კონტრაქტებს, რომლებიც ხელს შეუწყობდა წარმოების გაფართოებასა და სამუშაო ადგილების შექმნას. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკოსები აღარ აქცევენ ყურადღებას თუ რა შეუძლია ჭეშმარიტად ინოვაციურ ინდუსტრიას. ამიტომაც არის, ასე ვთქვათ, ნაპრალი ჩვენ შორის, ან უბრალოდ დიალოგის დეფიციტი. ამან კი შესაძლოა ხელი შეუშალოს კომპანიას, როდესაც საქმე ეხება საჯარო შესყიდვებს მაგალითად. ჩვენ უფრო მეტი და უკეთესი კომუნიკაცია გვჭირდება სახელმწიფოებს შორის, მეტი კვლევა და ინდუსტრიის განვითარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია ამერიკაში და აქ, ევროპაშიც. უნდა დავნერგოთ ეს მოდელი და მხარი დავუჭიროთ. ახლა კომპანია წარმოების გაფართოებას გეგმავს და წელიწადში 250 ერთეული აპარატის გამოშვებას აპირებს. უფრო დიდ ავტომატიზებულ ქარხანაში, მაგრამ რამდენად ოპტიმისტურად უყურებენ ისინი ევროპის განახლებულ ენთუზიაზმს.
Zatím nejsem optimistický, ale věřím, že ჯერჯერობით არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა მჯერა რომ არსებული პოლიტიკური ვითარება დაასტაბილურებს ევროპის თავდაცვის ინდუსტრიას და ახალ სტიმულს მისცემს მას. nastartuje jej. Nejlepší by bylo, kdyby უკეთესი იქნება თუ ევროკავშირი თავისუფლებას მისცემს ბიზნესს, არ შეუქმნის დამატებით ბიუროკრატიულ მოთხოვნებს, მისცემს თავისუფალ ნებასა და სივრცეს შემდგომი განვითარებისა და თვითრეალიზაციისთვის. a dala jim svobodu a dala jim prostor pro další rozvoj a seberealizaci. ევროპის თავდაცვის სექტორი 600,000 სამუშაო ადგილს ქმნის. ახალ გეგმას შეუძლია მეტის შექმნაც წაახალისოს. თუმცა რამდენად შეძლებს ვალით ისედაც დამძიმებული ევროპა, რომ დააფინანსოს ასეთი მასშტაბური შეიარაღება, ასეთ არამდგრად ეკონომიკურ ვითარებაში. საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ასისტენტ პროფესორი ამბობს, რომ ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ევროპას წინსვლის გარდა სხვა არჩევანი არ აქვს. If you look at the Cold War era, თუ გადახედავთ ცივი ომის ეპოქას, ვნახავთ, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები თავიანთი მუშიპოს დაახლოებით 4, 5 და 6%-საც კი ხარჯავდნენ თავდაცვაზე. ასე რომ ეს მაჩვენებლები რეალური იყო და ეს არ არის წარმოუდგენელი. რა თქმა უნდა, არსებულ კონტექსტში ამის გაკეთება ცოტა რთულია, რადგან სახელმწიფოთა ეროვნული ვალის მოცულობა საკმაოდ მაღალია. ევროკავშირის წევრების 50%-ს ასე ვთქვათ, საკმაოდ სერიოზული ფისკალური პრობლემები აქვს. ამიტომ საკითხავი ის არის, თუ საიდან უნდა მოვიტანოთ ფული. ვიცით, რომ ევროპაში ძალიან მტკიცეა კეთილდღეობის საფუძველი. ამიტომ უნდა ვიპოვოთ წონასწორობის წერტილი უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას შორის, რომლის შენარჩუნებაც გვინდა. მაგალითად, შეიძლება გადასახადების გაზრდა, რაც ჩემი აზრით ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი იქნება სახელმწიფოთა უმეტესობისთვის. თუ არ გინდა სესხისაღება ან გადასახადების გაზრდა, მაშინ ერთადერთი გამოსავალია ეროვნულ ბიუჯეტში რომელიმე მიმართულების დაფინანსების შეკვეცა. something within the national budgets. შეძლებს ევროკავშირი, რომ მხოლოდ ევროპაში შექმნილი ტექნიკით შეიარაღდეს. We know that around 64% of როგორც ვიცით, ჩვენ მიერ შესყიდული იარაღის 64% ევროპაში გარედან არის შემოტანილი. ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, თუ როგორ მოვახერხოთ დერეგულაცია და წესების შერბილება თავდაცვის ინდუსტრიაში, რათა გავაფართოვოთ წარმოება, ქარხნები და ასე შემდეგ. უნდა მივცეთ საშუალება მეტი აწარმოონ და ჩვენ კი მოგცენ საშუალება მეტი შევისყიდოთ. more and to allow us buy more in Europe. ევროპა აპირებს დააწესოს ზღვარი შესყიდვებში. დაფინანსების მიღების სამხედრო კომპონენტების საწარმოების სულ მცირე 65% ევროპული უნდა იყოს.